პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ ევროკავშირის მხარდაჭერით, მისი სახელწოდებაა ეს მუშაობა. პროექტის მიზანია მოსახლეობის ჩართვა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში. პროექტის განხორციელებელია უშუალოდ ქუთაისის მერია და სამი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია. ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი იღებს ვალდებულებას მოსახლეობის ფორუმების ორგანიზებაზე. მოსახლეობის ფორუმი ეს არის მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის ჯგუფების ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც ძირითადად ბიუჯეტირების პროცესს უკავშირდება. თვითმმართველობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მოსახლეობის აზრი გაითვალისწინოს სწორედ ბიუჯეტის დაგეგმარების და ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას. ფორუმი ეს არის საშუალება, რომელიც მოსახლეობას რთავს უშუალოდ პრობლემების გამოკვეთის პროცესში და ასევე მოსახლეობას თავაზობს გადაჭრის გზებს თავად. ლევანდელმა ფორუმებმა რომელშიდაც 500-ზე მეტმა მოსახლემ მიიღო მონაწილეობა და ისინი სხვადასხვა კატეგორიის ჯგუფებს წარმოადგენდნენ, საკმაოდ ღირებული და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მიაწოდეს ადგილობრივ თვითმმართველობას. მთავრობას მიეწოდება ინფორმაცია იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც უშუალოდ მოსახლეობას აწუხებს და მოსახლეობას აინტერესებს მისი მოგვარება ადგილობრივ დონეზე. გარდა ამისა, მოსახლეობა ეჩვევა და სწორედ ეს არის დემოკრატიული კულტურის განვითარების ნაწილი. მოსახლეობა იღებს მონაწილეობას ქალაქის მართვის, ქალაქის დაგეგმარების და ქალაქის განვითარების პროცესებში. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად დემოკრატიული თვითმმართველობების, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ამ ფორუმების მთავარი კომპონენტი არა მხოლოდ მოსახლეობის მონაწილეობაა, არამედ მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდა. და მომდევნო ფორუმებზე, მაშინ როდესაც უკვე ბიუჯეტი საბოლოოდ იქნება ფორმირებული, მთავრობა თავად წარადგენს ანგარიშს ისევ იგივე მოსახლეობის ჯგუფებთან იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც მათი წინადადებების საფუძველზე იქნა გათვალისწინებული ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში. დემოკრატიული ღირებულებები სწორედ მონაწილეობითი მართვის პრინციპებზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი და საშუალება, როდესაც თითოეულ მოქალაქეს აძლევს საშუალებას გამოხატოს თავისი დამოკიდებულება როგორც პრობლემების, ისე პრობლემის გადაჭრის გზებთან მიმართებაში.